ოცნების ახალი კანონი მასწავლებლებს რეპეტიტორობას უკრძალავს. 1 ნოემბერს ამოქმედებული ცვლილებებით სკოლის დირექტორის ნებართვის გარეშე პედაგოგები მოსწავლეების მომზადებას ვეღარ შეძლებენ. იურისტები განმარტავენ, რომ ეს შეზღუდვა შესაძლოა პედაგოგებზე ზეწოლის დამატებითი ბერკეტი გახდეს. ვორონეჟი, ყაზანი, ანექსირებული ყირიმი, ოკუპანტების სამხედრო და ენერგოობიექტებს ღამით ცეცხლი ეკიდა. უკრაინული დრონების შეტევის შედეგად ვორონეჟის თბოელექტროსადგურში ხანძარი გაჩნდა, რამაც ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ხანძარი იყო ერთ-ერთ უდიდეს ყაზანის ქიმიურ ქარხანაშიც. ყირიმში კი საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა. დაღესტანში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია 5 და დაშავებულია 2 ადამიანი. რუსეთი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ავიაკატასტროფას სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ყიზლარის ელექტრომექანიკური ქარხნის თანამშრომლები ემსხვერპლენ. ვერტმფრენი K226-იც ამავე ქარხნის კუთვნილება იყო. ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა უკრაინაში. ოკუპანტების თავდასხმება ელექტროსისტემას პრობლემები შეუქმნა კიევში, პოლტავაში, ხარკოვსა და სხვა რეგიონებში.